ვედური კოსმოგონიის მიხედვით ეს არის ჩვენი სამყარო, კვერცხისებრი ფორმის დახურული სისტემა, სადაც არის 14 პლანეტარული სისტემა და ჩვენ ვართ სადღაც შუაში. ქვევით ეგრეთ წოდებული არის დემონური პლანეტები, ხოლო ზევით ეს არის ღვთაებრივი პლანეტები, ანუ რასაც დაახლოებით ვეძახით ხოლმე ჯოჯოხეთსა და სამოთხეს. აქ გარედან მოდიან, ამ სისტემის გარედან მოდიან ხოლმე ვარსკვლავური სულები, ეგრეთ წოდებული იგივე მოხალისე სულები, ხოლო დედამიწური სულები აი ამ კვერცხის ფარგლებში იბადებიან სხვადასხვა პლანეტებზე. მაგალითად, სული თუ არის დედამიწაზე და აქ დააგროვა მაგალითად ძალიან დადებითი კარმა, მას შეუძლია წავიდეს რომელიმე ზედა პლანეტაზე დასვენების მიზნით და ცხოვრების შერგების მიზნით. ზედა პლანეტებზე ფიზიკური ინკარნაცია არ ხდება, აქ არის ენერგეტიკული სხეულები, ხოლო თუ სულმა დააგროვა ძალიან დიდი ნეგატიური კარმა, ის მიდის ქვედა პლანეტებზე, ეგრეთ წოდებულ ბილას ვარგებზე, სადაც ბევრად უფრო რთული არის ცხოვრება. რაც შეეხება მოხალისე სულებს, ისინი გამომდინარე იქიდან, რომ შემოდიან გარედან, მათზე კარმა არ მოქმედებს საერთოდ და ისინი ისევე გადიან აქედან, როგორც შემოვიდნენ და შეუძლიათ არასდროს აღარ დაიბადონ, მიუხედავად ნებისმიერი კარმისა. კურსი რედფილის შესახებ სრული ინფორმაცია არის აპინულ პოსტში ინსტაგრამზე, ხოლო წინა ნაკადების ფიდბექებს ნახავთ ჰაილაითებში.